ევროპა, სოფო ზურაბიანთან ერთად. საღამომშვიდობისა, თქვენ უსმენთ რადიო ქალაქს, გადაცემას ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად და ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ბაია პადარაია, კავშირის საფარის აღმასრულებელი დირექტორი. დიდი მადლობა, ქალბატონო ბაია, გადაცემაში სტუმრობისთვის და ჩვენ ვსაუბრობთ წერილზე, რომელიც არასამთავრობო სექტორმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის გაუგზავნა. რას ითხოვთ ამ წერილში? მოგესალმებით. ჩვენ გვინდა რომ საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატი უფრო გარკვეულწილად კონკრეტული გახდეს და ასევე უფრო ღია გახდეს სამოქალაქო სექტორისთვის. რას გულისხმობს ეს? ჩვენ ვიცით რომ საქართველოსა და ევროკავშირის შორის არსებობს ასოცირების ხელშეკრულება და ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ იდება ასოცირების დღის წესრიგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც არის კონკრეტული დოკუმენტი, სადაც საქართველოს იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულოს გარკვეული წინაპირობები, რომ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები, განხორციელდეს რეფორმები დემოკრატიისათვის და თავისუფლებისათვის და ეხლა მოქმედი დღის წესრიგი არის 2014-2016 წლების, შესაბამისად წელს ამ დღის წესრიგს გასდის ვადა და წელსვე დაიწყება მუშაობა ახალ დღის წესრიგზე და ჩვენ მივმართეთ ქალბატონ მოგერინის იმისთვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული არასამთავრობო სექტორი ამ დოკუმენტის მომზადებაში, რათა გაიარონ მათ კონსულტაციები ჩვენთან, ვინაიდან ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ დღის წესრიგის შესრულებას, ასევე ვიცით სად არის ხარვეზები, ასევე ვფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული პრიორიტეტები, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენ ორი მოთხოვნა გვქონდა სულ ერთი კონსულტაციების გამართვა არასამთავრობო სექტორთან, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუდმივად თვალყურს ადევნებენ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას და მეორე დღის წესრიგი, წინა დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გვქონდა, ახლა მოქმედი დღის წესრიგი არის ძალიან ზოგადი. და არსებობს კრიტერიუმები, რომელთაც შეაფასებთ შესრულდა თუ არა რაღაც, ხო, კონკრეტული კრიტერიუმები. ხო, კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობს და შესაბამისად სახელმწიფო თვითონ წყვეტს, როგორ უნდა შეასრულოს დღის წესრიგი და ყოველწლიურად იმუშავებს გეგმებს და ჩვენ გვაქვს პრობლემა, ჩვენ ხედავთ პრობლემას სწორედ ამ ნაწილში, თუ როგორ განმარტავს საქართველოს მხარე დღის წესრიგს და როგორ ხედავს ხოლმე მის შესრულებას. აი აქ ჩნდება ხოლმე პრობლემა და ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დღის წესრიგი იყოს უფრო კონკრეტული და შიგნით კონკრეტულად იყოს ჩაწერილი ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს საქართველოს კეთილსინდისიერად ასრულებს თუ არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რასაც იღებს ევროკავშირთან მიმართებაში. ქალბატონო, აი მსმენელისთვის რომ გასაგები იყოს, შეგიძლიათ მოგვიყვანოთ რაიმე მაგალითი, აი რა ზოგადი ფრაზა წერია მაგალითად ასოცირების დღის წესრიგის კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში, გასულ წელს რომ ვიმსჯელოთ და როგორ გაიგო ის საქართველოს ხელისუფლებამ. სად იყო, ასე ვთქვათ, არასამთავრობოებისა და ხელისუფლებას შორის აცდენა, რომ ეს ის არ არის, რაც წერია, ვთქვათ, ასოცირების შეთანხმებაში. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ, კავშირის საფარი და მე პირადად ძირითადად თანასწორობის თემაზე მუშაობ. არსებობს, ხო, დღის წესრიგში არსებობს გარკვეული თემატიკა პოლიტიკურ ნაწილში და ერთ-ერთი მიმართულება არის თანასწორობა, აქ იგულისხმება გენდერული თანასწორობა და დღის წესრიგში მოცემული არის მაგალითად ესეთი საკმაოდ ყოვლისმომცველი ფრაზა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქალების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. როგორ განმარტავს ახლა ამას სახელმწიფო? შარშან საქართველოს ჰქონდა სულ ორი აქტივობა, ორი ღონისძიება, რომელიც ამ საკითხს მიემართებოდა. ერთი ეხებოდა ტრენინგის შემუშავებას მოსამართლეთათვის გენდერულ საკითხებზე და მეორე ეხებოდა თავდაცვის სამინისტროს, რომ იქ უკეთესად ყოფილიყო ქალთა უფლებები დაცული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს და არც ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებასთან ამ ორ აქტივობას არანაირი კავშირი არ აქვს. თვითონ ეს აქტივობები ბუნებრივია ცუდი არ არის და მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანია, მაგრამ რატო უნდა გადათარგმნოს საქართველოს სახელმწიფომ ქალთა პოლიტიკური თანასწორობა და ეკონომიკური თანასწორობა მხოლოდ ამ ორ აქტივობაში. აი ეს არის, ასე ვთქვათ, გაუგებარი. ჩვენ რა თქმა უნდა იმასაც ვაფასებთ მე, როდესაც ამ ვალდებულებებს ესე კონკრეტულად აიღებს ხოლმე, რამდენად ასრულებს სახელმწიფო. მაგრამ მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ხედავთ, სწორედ ამაში არსებობს დღის წესრიგი და შემდეგ უკვე სამოქმედო გეგმა, რომელსაც სახელმწიფო თვითონ იმუშავებს და ჩვენ პირველ რიგში მიგვაჩნია, რომ დღის წესრიგი და ის სამოქმედო გეგმები, რომელსაც სახელმწიფო თვითონვე ამუშავებს და ასრულებს, ერთმანეთთან შესაბამისობაში მაინც და მაინც არ მოდის. ქალთმობაი, აი ითხოვთ არასამთავრობო სექტორის ჩართვას ამ პროცესში და კონსულტაციებს წერილში, რომელიც მოგერინს მიწერეთ, კონსულტაციებს ვისთან? ანუ ევროკავშირთან თუ საქართველოს ხელისუფლებასთან და ადგილობრივ დონეზე ეს პრობლემაა, კონსულტაცია ხელისუფლებასთან პროცესში, ვიდრე გეგმა შემუშავდება. რამდენადაც ვიცი, 2016 წლის სამოქმედო გეგმაში ჩართული იყო ხელისუფლება ამბობს არასამთავრობო სექტორი იმაზე მეტად ვიდრე 2015-ში. კი, ნამდვილად ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან და ვუთხარით, გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრება, რომ ამ სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, რომელსაც ხელისუფლება მარტო აკეთებს, მნიშვნელოვანი იყო გაევლო წინასწარი კონსულტაციები ჩვენთან, რომ ჩვენ მიგვენიშნებინა თუ რა მიგვაჩნია პრიორიტეტულად და მნიშვნელოვნად და ჩვენ როგორ გვესმის ასოცირების დღის წესრიგი, იმისთვის რომ შემდეგ უფრო დიდი კრიტიკა არ მიიღოს სახელმწიფო. მინდა ვთქვა, რომ 2015 წელს სახელმწიფო ბევრად უფრო თანამშრომლობითი იყო სამოქალაქო სექტორთან ვიდრე მანამდე. ჩვენ მივიღეთ ყველა სამინისტროსგან პროექტი და მოვამზადეთ, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები, ჩვენი შეხედულებები, რა უნდა ჩაწერილიყო, როგორ უნდა ჩაწერილიყო და შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაითვალისწინა სახელმწიფომ და 2016 წლის გეგმა უფრო პასუხობს ასოცირების დღის წესრიგს, ვიდრე 2015 წლის გეგმა არსებობდა, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რაზეც შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა. რა საკითხებია, შეგიძლიათ გითხრათ? აი, მაგალითად, ისევ იმ პრიორიტეტულ მიმართულებას რო დაუბრუნდე, რაზეც მე უშუალოდ მუშაობ. ასოცირების დღის წესრიგში ქალისა და კაცის თანასწორობის თავში სულ სამი ძირითადი მიმართულება არსებობს. ერთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართულება, რაც არის აქაც მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა სახელმწიფომ რეკომენდაციები, მაგრამ არსებობს მეორე მიმართულება, რომელიც არის დაკავშირებული მშობლობასთან, ორსული ქალების და დედების დაცვასთან და ევროპული სტანდარტების დანერგვასთან, რომელიც პროფესიის და მშობლობის შეთავსებას გულისხმობს ერთმანეთთან და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დასაქმება და შრომითი ურთიერთობები ისე წარიმართებოდეს, რომ ეს ხელს არ უშლიდეს მშობლებს, როგორც ქალებს, ასევე კაცებს, საკმარისი დრო დაუთმო საკუთარ შვილებს და იყვნენ აქტიურად ჩართული აღზრდაში. აი ეს რას გულისხმობთ, ნაკლებ სამუშაო დროს თუ რამე შეეღავათ ფინანსურს თო თქვენი? ეს რეკომენდაცია, ევროკავშირის რეკომენდაცია არის ზოგადი და გულისხმობს, რომ იმ სტანდარტებთან, რეგულაციებთან მიახლოებას, რაც ევროკავშირში მუშაობს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტულად მოვითხოვდით, რომ ამ რეკომენდაციებისთან შესაბამისობაში მოსვლას, ამ სტანდარტებთან უпростоრად შესაბამისობაში მოსვლას და ასევე მოვითხოვდით, რომ ანაზღაურებადი შვებულება იყოს მამებისთვისაც, როდესაც ოჯახს შეეძინება შვილი, ჩვენთან დეკრეტული შვებულება მხოლოდ დედებისთვის არის გათვალისწინებული და მამის როლს სახელმწიფო ამ კანონმდებლობის მიხედვით არ ხედავს და სათანადოდ არ აფასებს. სხვა ქვეყნებში განსხვავებული მიდგომებიც არსებობს. საქმე იმაშია, რომ არა მარტო მაგალითად ჩვენი რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებია სახელმწიფოს, არამედ საერთოდ არც ერთი აქტივობა აი ამ მიმართულებით არ არის ჩადებული სახელმწიფო გეგმაში. არა და 2016 წელი არის ბოლო წელი, როდესაც უნდა შესრულდეს
ეხლა მიმდინარე ასოცირების დღის წესრიგი. ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როდის უნდა შეასრულოს საქართველოს აი მთელი მიმდინარეობა, მთელი ქვეთავი თანასწორობისა, რომელიც მშობლობას ეხება, ვინაიდან ის არც ერთი წლის სამოქმედო გეგმაში არ ყოფილა გათვალისწინებული და არც 2016 წლის სამოქმედო გეგმაში არ არის გათვალისწინებული. რა არის ხელისუფლების არგუმენტი ამ დროს? ნაკლები ფინანსების არარსებობა ამისთვის და გადადება თუ საერთოდ არაპირებს ამის შესრულებას? აი არანაირი არგუმენტი და არანაირი მსჯელობა ამაზე არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2015 წელსაც დავაყენეთ დღის წესრიგში ეს საკითხი, 2016 წლის გეგმის შემუშავებაშიც დავაყენეთ ეს საკითხი და კონკრეტულად ჩვენი შეთავაზებებით მივეცით და უთხარით, რომ ეს არის მიმდინარეობა, რომელზეც სახელმწიფო საერთოდ არ რეაგირებს და აუცილებელია გარკვეული ტიპის ღონისძიებები ითავოს სახელმწიფომ, თუნდაც საკუთარი შეხედულებებისამებრ გარკვეული აქტივობები დაგეგმოს. ამ დონეზეც რა თქმა უნდა წერილობითაც მივმართეთ. ჩვენ პარლამენტშიც გქონდა ამასთან დაკავშირებით გამოსვლა, შეხვედრების გქონდა სამინისტროებთან და ევროკავშირში ვიზიტითაც ვიმყოფებოდით, სადაც იქაურ პარლამენტარებს ხვდებოდით და ვაცნობდით, ასე ვთქვათ, იმ პრობლემატიკის შესახებ, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად ამისა, ჩვენ არანაირი კონკრეტული პასუხი ან მსჯელობა აი ამ კონკრეტულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მოგვისმენია და პრობლემა იცით რაში მდგომარეობს? როდესაც ევროკავშირი დაიწყებს შეფასებას, შეასრულა თუ არა საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი, ჩვენთვის ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დადებითი დასკვნა დადოს და თქვას, რომ საქართველოს კეთილსინდისიერად ასრულებს და მიყვება იმ რეფორმებს და ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ევროკავშირთან და როდესაც მთლიანად ერთი მიმართულება, სულ სამი მიმართულება იყო გენდერული თანასწორობის კუთხით. მესამე იყო ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ხო? როდესაც ეს მეორე მიმართულება მშობლობასთან დაკავშირებული საერთოდ არ აქვს. არც ერთ გეგმაში და არც ერთი აქტივობით განხორციელებული, ბუნებრივია არსებობს საფრთხე, რომ დადებითი დასკვნა არ იქნება. სწორედ ამას ეყრდნობა ჩვენი შეშფოთებაც და სწორედ ამიტომ მივმართავთ ჩვენ სახელმწიფოს და ვეუბნებით, რომ ყველა მიმართულებაში გარკვეული აქტივობები უნდა განახორციელოს. ბაია პატარაია, ჩვენი სტუმარი, კავშირის საფარის აღმასრულებელი დირექტორი. მე შეგახსენებთ, რომ 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი წერილი მიწერა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვთხოვნით, რომ არასამთავრობო სექტორი უფრო მეტად იყოს ჩართული კონსულტაციების პროცესში და შემუშავდეს კონკრეტული კრიტერიუმები იმისთვის, რომ შეფასების უკეთესი მექანიზმი არსებობდეს, შეასრულა თუ არა სახელმწიფომ ასოცირების შეთანხმებით კონკრეტული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები. ქალბატონ ბაია, მესამე ნაწილზეც მინდა გკითხოთ, რადგან ჩვენ კონკრეტულად თქვენს სექტორზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში თანასწორობაზე, მესამე ნაწილზეც მინდა გკითხოთ, თქვენ ახსენეთ ოჯახში ძალადობა, საქართველოში ერთ-ერთი მტკივნეული თემა, რაზეც ხშირად ისმის დაზარალებული ადამიანებისგან, რომ არასათანადო რეაგირებაა ხოლმე. ეს არის თითქოს ჩვეულებრივი ამბავი, როცა ოჯახში ვიღაც, ძირითადად მამაკაცი ძალადობს ქალზე და ამას ირგვლივ მყოფი სოციუმიც ხშირ შემთხვევაში აღიქვამს ჩვეულებრივ ამბად. რა კეთდება ამ კუთხით? არის თუ არა დაგეგმილი რაიმე ახალი აქტივობები, იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი გახდა საჯარო და ნელ-ნელა საზოგადოება იწყებს ამაზე რეაგირებას. ოჯახში ძალადობა სერიოზული პრობლემაა საქართველოში, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პრობლემა, რომელიც მარტო საქართველოს აწუხებს. ოჯახში ძალადობა არის ფარული დანაშაული, რომელიც გავრცელებულია აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში. აქ საუბარი არის, რა თქმა უნდა, ხასიათზე, ოჯახში ძალადობის როგორი შემთხვევები გვხვდება, რას აკეთებს სახელმწიფო და მცირდება თუ არა ამ ტიპის დანაშაული, აი ამაზე უნდა ვიმუშაოთ, თორემ მთლიანად აღმოფხრილი ეს დანაშაული არსად არ არის, ვინაიდან ამ დანაშაულს ის ახასიათებს, რომ გენდერულ უთანასწორობაზე წარმოშობილი
დანაშაულია, ის განსხვავებული დანაშაულია სხვა ტიპის დანაშაულებისაგან და ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოების ცნობიერების და აზროვნების მასშტაბი ამასთან დაკავშირებით. იმ საზოგადოებაში, სადაც ოჯახში ძალადობა ხდება აღიარებული პრობლემა და ხდება სრულად მიუღებელი მოვლენა, უკვე მთელი საზოგადოება ერთვება ხოლმე ამ დანაშაულთან ბრძოლაში და ბუნებრივია შედეგებიც ამ საზოგადოებას უდგება უკეთესი. ჩვენთან სასიხარულოდ უნდა ითქვას ის, რომ პოზიტიური ძვრები გვაქვს ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წლის განმავლობაში ეს პრობლემა იყო და თითქოს ყველა ვმუშაობდით ამ პრობლემაზე, მაგრამ ისეთი დიდი შედეგები არ გვქონდა 2014 წლიდან მოყოლებული მას შემდეგ რაც ეს იყო ძალიან ტრაგიკული წელი, ძალიან ბევრი ქალი მოკლეს ანუ იმისათვის, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული პრობლემები თავის პარტნიორებთან და სწორედ ამის მსხვერპლი გახდა ეს ქალები, მედია გახდა ძალიან აქტიური, სამოქალაქო საზოგადოება გახდა ძალიან აქტიური, ქალთა მოძრაობა დაიწყო, რომელიც არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და ძალიან ბევრ ქალს აერთიანებს მასში და მთავრობამაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. შესაბამისად, ეს აისახება იმ ანგარიშებში, რომელსაც სახელმწიფო ამზადებს და ჩვენც დადებითად ვაფასებთ ხოლმე სახელმწიფოს მუშაობას ამ მიმართულებით. მართალია, გამოსასწორებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გახდა ბევრად უფრო აქტიური, პროკურატურა უფრო სერიოზულად ეკიდება ამ დანაშაულებს, ცნობიერების ამაღლების კამპანიაში სახელმწიფო ორგანოებიც არიან ჩართულები და ნელ-ნელა იცვლება პოლიციელების დამოკიდებულება ამ დანაშაულისადმი და რა თქმა უნდა საზოგადოებაც ბევრად უფრო გრძნობიარე გახდა ამ პრობლემისადმი, რაც პირდაპირ გამოიხატება სტატისტიკაში, გაცილებით უფრო ბევრი ადამიანი რეკავს პოლიციაში და ატყობინებს ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციას, რასაც მოყვება რეაგირება. 2016 წელსაც ჩადებულია ამ ღონისძიებების გაგრძელება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და პირველად ჩაიდო ვალდებულება, რომ სახელმწიფო გახსნის კრიზისულ ცენტრებს. ჩვენ ვიცით, რომ თავშესაფრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებობს, მაგრამ თავშესაფარში მოსახვედრად აუცილებელია სტატუსის ქონა, რაც ცალკე ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული, ხოლო კრიზისული ცენტრი არის ადგილი, სადაც სტატუსის გარეშეც მიიღებენ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ არის ძალადობის მსხვერპლი, მანამდე სანამ გამოვლინდება რეალურად მას ეკუთვნის თუ არა სტატუსი, აქამდე კრიზისული ცენტრები არ არსებობდა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, იყო მხოლოდ ორიოდე. ესეც რეკომენდაციაა ევროკავშირის? ეს იყო ევროკავშირის რეკომენდაცია იყო ზოგადად ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა და სერვისების შეთავაზება. ჩვენი რეკომენდაცია, არასამთავრობო სექტორის რეკომენდაცია იყო კონკრეტული კრიზისული ცენტრების გახსნა და 2016 წლის სამოქმედო გეგმაში სახელმწიფომ გაითვალისწინა ეს რეკომენდაცია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2016 წელს პირველად საქართველოს სახელმწიფოსაც ექნება კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. ქალბატონ ბაია, მე მაყურებელს ვეტყვი, რომ ბუნებრივია ეს ასოცირების შეთანხმება არ მოიცავს, პოლიტიკური ნაწილი არ მოიცავს მხოლოდ თანასწორობის თავს, აქ არის ბევრი თავი და ყველაზე მეტი პრობლემა არასამთავრობო სექტორმა მოკლედ შეაჯამა, შეისწავლა კონკრეტული სფეროები 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების და ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სასამართლოსა და პროკურატურის მიმართულებით. მე გეტყვით, რომ ამ წერილსაც ხელს იგივე ორგანიზაციები აწერენ, ვინც შეაფასა სახელმწიფოს მიმხრიდან ასოცირების კონკრეტული გეგმის შესრულება. ესენი გახლავთ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, სიხის საერთაშორისო რეფორმა, კონსტიტუცია 52 მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და ასევე თქვენი ორგანიზაცია საფარი და საერთაშორისო გამჭვირვალობა. და საერთაშორისო გამჭვირვალობა კი ვთქვი უკვე, მგონი. და აი ამ ადამიანებთან ერთად თქვენ გქონდათ შეკრებები, ქალბატონო ბაია, ისინი რას ამბობენ? პრობლემა იდენტურია ამ თავების შემთხვევაშიც, სხვა თავების შემთხვევაში? ანუ ძირითადად ჩვენ პოლიტიკური ნაწილი ავიღეთ და პრაქტიკულად მთლიანად დავამუშავეთ.
და პრობლემები არის ყველა მიმართულებით, მეტნაკლებად. მაგალითად, თქვენ ახსენეთ სასამართლოს რეფორმა. სასამართლოს რეფორმა მიმდინარეობს ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში, მაგრამ არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმა არადამაკმაყოფილებელია. ჩვენ ვიცით, როგორი დაძაბული სიტუაცია და მდგომარეობა არის ეხლაც კი სასამართლოს სისტემაში. ეხლა ნამდვილად არის შანსი იმისი, რომ სასამართლო სისტემა გახდეს ბევრად უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ ამ შანსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ მოსამართლეები ძალიან ცოტა რაოდენობით არიან, ხოლო ვინ ინიშნება და ვის უარი ეთქმება სერიოზულ ეჭვებს ბადებს, ვინაიდან ვაკვირდებით ამ პროცესს. ასევე ხორციელდებოდა რეფორმა იმისთვის, რომ პროკურატურა ყოფილიყო დამოუკიდებელი ორგანო, აქაც გარკვეულ პრობლემებს ვხედავთ. ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კორუფციასთან დაკავშირებულ თემებზე, წამების აღმოფრვასთან დაკავშირებულ თემებზე, შრომით ურთიერთობებზე და შრომითი ინსპექციის ჩამოყალიბებაზე, ზოგადად ანტიდისკრიმინაციული მიმართულებით რამდენად ეფექტური არის ომბუდსმენის მუშაობა და ასევე, რა თქმა უნდა, ბავშვთა საკითხებზე, თანასწორობის საკითხებთან ერთად. რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, ბავშვთა საკითხები არის ერთ-ერთი პრობლემური თემა, ვინაიდან ჩვენთან მართალია დაიხურა დიდი დაწესებულებები, მაგრამ არსებობს დაწესებულებები, სადაც არიან განთავსებული ბავშვები და ძირითადად ეს დაწესებულებები არიან რელიგიური ინსტიტუციების ქვეშ და ამ დაწესებულებების მონიტორინგი სათანადოდ არ ხორციელდება, მათ არ აქვთ ის სტანდარტები და მოთხოვნები, რაც სახელმწიფოს აქვს დაწესებული იმისთვის, რომ ბავშვი სადაც უნდა გაიზარდოს, როგორ და რა პირობებში უნდა ცხოვრობდეს. ბავშვები არიან ძალიან დაუცველები და მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს პირდაპირ აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას ისინი, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, ამიტომ სახელმწიფო ძალიან მკაცრად უნდა აკონტროლებდეს ყველა დაწესებულებას, სადაც არიან ბავშვები და შეიძლება თამამად ითქვას, რომ სახელმწიფო საერთოდ არ აკონტროლებს იმ რელიგიურ დაწესებულებებს, სადაც ასობით ბავშვი არის მოთავსებული დღეს საქართველოში და ჩვენ სამწუხაროდ რამდენიმე ძალიან შემაშფოთებელი ფაქტის შესახებაც შევიტყვეთ, სადაც ძალიან უხეშად ირღვევა ბავშვთა უფლებები და სახელმწიფო ვერ ერევა. ასევე მნიშვნელოვანი არის ადრეული ქორწინებების თემა, როგორც ბავშვთა უფლებების დარღვევა, ჩვენთან 16 წლამდეც კი ხდება ქორწინებები, ბუნებრივია ეს ქორწინებები რეგისტრირებული არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენ ვუყურებთ შობადობის მაჩვენებლებს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ 16 წლამდე გოგონებთან სქესობრივი კავშირის სრულწლოვნების მიერ ზოგადად ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, მაგრამ ეს დანაშაულები ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა სოფელმა იცის ამის შესახებ, მთელმა საზოგადოებამ იცის ამის შესახებ, მაინც ვეგუებით ამ ძალიან სერიოზულ პრობლემას და ვერ აღვიქვავთ ამას როგორც საზოგადოება პრობლემას და გვაქვს მაგალითად ეს პრობლემაც, ეს ორი პრობლემა შემიძლია გამოყო ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, წამებასთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოგეხსენებათ ჩვენ გვქონდა სისტემური წამება სახელმწიფოში, ეხლაც გვაქვს მთელი რიგი შემთხვევები პოლიციაში და ციხეში ადამიანების ცემის და მათი უფლებების უხეში შელახვის და ჩვენ ვითხოვთ, რომ არსებობდეს წამების გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმი. ვინაიდან წამება ისედაც ხორციელდება სამართალდამცავ სტრუქტურებში, სამართალდამცავი სტრუქტურები, ამ დროს გამოძიება სამართალდამცავი სტრუქტურების ვალდებულება და სამწუხაროდ არ ხდება ეფექტური გამოძიება ამ ორგანოების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო არსებობდეს, რომელიც არ დაექვემდებარება პროკურატურას და არ დაემკვიდრება შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სახლჯერ აღსრულებით სამინისტროს, სხვა ქვეყნებს. როცა საუბარია დანაშაულზე, რომელიც სამართალდამცავმა ჩაიდინა ამ დანაშაულზე. და სახელმწიფო სისტემა
ფორმაში ხდება ამ დანაშაულის ჩადენა და სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ დამოუკიდებელი მექანიზმის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მექანიზმის არსებობა და ამის პრაქტიკა ძალიან ბევრ სახელმწიფოს გააჩნია, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა 2012 წლის არჩევნებით, ისინი მთლიანად ამაზე მათი მთელი კამპანია ამაზე იყო დაფუძნებული, რომ უნდა შეწყვეტილი იყო წამება და აუცილებელი იყო წამებასთან ბრძოლა და დამოუკიდებელი მექანიზმის არსებობა, თუმცა გავიდა უკვე მეოთხე წელი ამ ხელისუფლების არსებობისა და მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები დაჟინებით ითხოვენ, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ არ განხორციელდება ის დარღვევები, რა დარღვევებით საქართველოსთვის დამახასიათებელია, ჩვენ მუდმივად ვიღებთ უარს და მუდმივად მხოლოდ კონსულტაციის რეჟიმში ვრჩებით, ესეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკა. დიდი მადლობა და ბოლოს შეკითხვა მინდა დაგისვათ ქალბატონო ბაია, ანუ სპენელს ხშირად არ ესმის, ანუ ზოგად ფრაზად ესმის ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან. ანუ რეალურად რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც ევროკავშირი აძლევს საქართველოს იმისთვის, რომ ის მიუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტს, მიუახლოვდეს იმ გარემოს, სადაც ევროპელები ცხოვრობენ, სადაც მათი უფლებები უფრო მეტად დაცულია, აი კონკრეტულად ამ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეკომენდაცია რომ შეასრულოს ამ ქვეყანამ, რა შედეგს იღებს, ანუ თქვენი შეფასება ასოცირების შეთანხმებით მსმენელისთვის გასაგებ ენაზე რომ მოვყვეთ. ანუ ასოცირების შეთანხმება ბუნებრივია გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. ევროკავშირი არის, ასე ვთქვათ, ადგილი, სადაც ყველაზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უკეთ არის დაცული ადამიანის უფლებები, სადაც ძალიან მაღალი არის დემოკრატიის დონე, სადაც ვითარდებიან ქვეყნები უკეთესობისკენ და უფრო მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და კეთილდღეობაც, ასე ვთქვათ, და ეკონომიკური ნაწილიც არის ძალიან მაღალი ცხოვრების დონე არის ევროკავშირში. შესაბამისად, ჩვენ როგორც ევროპული ქვეყანა გვაქვს ინტერესი, რომ ევროკავშირს შევუერთდეთ. მართალია ასოცირების შეკრულება ჩვენ ევროკავშირთან შეერთებას არ გვპირდება, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი კომპონენტი. ჩვენ თუ გვინდა ოდესმე ევროკავშირს შევუერთდეთ, მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეთ ისე და რეფორმები განვახორციელოთ ისე, რომ ჩვენ გავხდეთ ისეთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, რომელიც არის იმ სტანდარტის სახელმწიფო, რომელიც იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას და ბუნებრივია ასოცირების ხელშეკრულების შესრულება არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ დაიწყოს რეალურად საუბარი და მსჯელობა იმაზე, რომ საქართველო გახდეს კანდიდატი ქვეყანა და სრულად აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის შესრულება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ გვეძლევა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი სახელმწიფოს დამსახურება. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ იმისთვის, რომ ეს მოგვეპოვებინა და ზაფხულიდან უკვე ჩვენ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ უვიზოდ და უპრობლემოდ იარონ ევროკავშირში. ჩვენ ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის ამ მიმართულებით და ძალიან იმედის მომცემი განცხადებები კეთდება და წესით ზაფხულისთვის ეს პროცესი უკვე დასრულებული უნდა იყოს. დიდი მადლობა. ქალბატონი ბაია პატარაია, კავშირის საფარის აღმასრულებელი დირექტორი, გახდათ ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმების უკეთ შესრულების გზებზე და იმ წერილზე, რომელიც არასამთავრობო სექტორმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს გაუგზავნა. მადლობა, შევხვდებით ხუთშაბათსა და პარასკევს რადიო ქალაქის ეთერში გადაცემაში ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად. მადლობთ. ევროპა სოფო ზურაბიანთან ერთად.